ოპერაციის შემდეგ 10 დღე უნდა დავიცვათ კაცრი დიეტა. ამიტომ მარია დღეს მიირთმევს თავის საყვარელ საჭმელს. ხაწაპური ჩაია. მაგარია. მეგობრებო, გუბებს ხარა და მერე საკერა დავადის. ექიმს უნდა ანახო შენი პონები? ოპერაციაზე უნდა შეიყვანო ამა. დღეს არ იკეთებს ოპერაციას. ოპერაციას ვიკეთებ ძებ. ეს ახლა ანალიზებზე მივდივარ. ეს არაფერია. არ უნდა იტირა, იმიტომ რომ ანალიზი. ერთი და შეხო კარგად იცი რაც ხდება დედი. სენ კაი გოგო. საინტერესოა ეს ყველაფერი და აბა ნახოთ როგორ აიღებს ექიმის სისხლს, ხო? შეხო გაინტერესებს ხოლმე ექიმობანა დედიკო. შემხედა. ძენ უთხარი მამიკოც ექიმია, ხო? აი, ვითამაშო. არაფერს არ გატკეს. არაფერი არ არის საშიში დედიკო. ეს საერთოდ არ ვითომ არის. ყოღამ გიკბინა დედი? ყოღას კბენა ხო არ არის ძალიან საშიში და. იბადი მოიხსენე, არ გიქნა. სტაცულა ხარ ვისწრებ. ახლა მოგვიყევი გუშინდელი დღე და დღევანდელი დღე. რომელი დღე ჯობია? ეს დღე ჯობია? რატომ? ხელი ცხვირზე. გუშინ ანალიზი რო გაიკეთე, შეგეშინდა ცოტა? ცოტათი შეგეშინდა. დღეს 12 საათამდე შეგვიძლია სითხის მიღება და ხვალ ადრე უზმოზე უნდა მოვიდეთ აუცილებლად. კაი, ახლა წავიდეთ სახლში. წავიდეთ. ანა, შენ როგორ დაგველოდე? ჭკვიანი გოგო ხარ. ანა გველოდებოდა გარეთ მამიკოსთან ერთად. ლაო, ჩემი გოგო. პირბადა გაკეთა შენ? ანა ხო არ მოიწყინე? მამიკოსი ხარ. ლაო, მამიკო, რა ნახეთ? და აბადის მერე ხო, დივანზე იწვევი და ბევრ მარიატივის უყურებ დედიკო. მარიატივის უყურებ და საერთოდ უყურებ? ყველაფერი შეგიძლია რომ ნახო. თავიდან დედიკო და მამიკო ყველა სურვილი შეგესრულებენ დედიკო. ხო? მე ნახოთ, კარგი? მერე შეგესრულებთ სურვილებს, მაგრამ გააჩნია მერე უკვე. თავიდან შენ ყვაზე ვივლით რამდენიმე დღე. გინდა? კაი, ახლა დაიძინე დედიკო, ხვალ მნიშვნელოვანი დღეა და ადრე უნდა გაგაღვიძო. ადრე? ხო, ადრე. აუ, ბატონი მიდევა. ხო და ამიტომ დაიძინე რომ გეყოს ძილი. ძილინებისა დედი. დიდი მომიდება რომ. კოკიდე, მიდი დაიძინე ჩემი სიხარული. მე ისე დავიძინე. ჩატევისა და დავიძინე. კაიდე, აბა დაიძინე ახლა. ციმი პატელა გოგო. დაიძინე და. ძილა. ჩვენ ვართ ახლა უკვე ჩვენს პალატაში. ველოდებით ჩვენს რიგს. ხო, ასეთი გადასაფარებელი აქვს მარიას. შევიდეთ ახლა და დიდხანს არ შეიძლება. კაიდე, კაი, მერე ვანახოთ. ეხლა ცივალები, მე ჯერ ვეღარ გაგიყვა.
ქვემოთ გველოდებიან დათო პაპა და მამიკო. ხედე? აბა, ეხლა მაინტერესებს, როგორ განწყობაზე ხარ? კარგი, ეხლა მარიამ უნდა გაიხადოს, იმიტომ რომ მხოლოდ საცვლით უნდა შევიდეს საოპერაციოში. მეც მივყვები, ამ კლინიკაში არის ასეთი წესი, რომ მშობელი შეყვება ბავშვ დაძინებამდე მასთან ერთად არის. ეს რაღაც გერმანული პრაქტიკა, რომელიც ამ კლინიკის დირექტორს გადმოუღია, როგორც გავიგე. დინუედები მან ყველაფერს. შეგიძლია იცი რა დახატო? დედიკო და მარია პალატაში. და სამახსოვროდ დაგვრჩება. ეს დედიკოა. ეს დედიკო. ხადე? ეს ბუჩები, ეს ფეხები, ეს ხერები. ეხა მარია დახატე. მალე სათები? მარია აქ დახატე. ძალიან თბილა. შეგვიძლია ძალიან თხლად ჩავაცვათ ბავშვს. ესე მარია? ხო, ეს არის მარია. ეხლა გავიხადოთ, გაიხადო უნდა დედი. ახლა გაიხადო უნდა დედი და მოვემზადოთ, კარგი? და საწყოზე დაწვე უნდა. ხო, რა ექიმი რომ დაგვიძახებს მზად იყო. პირში არ ჩაიდო. ამ ფოტოს დავაწეროთ თარიღი, დედიკო და დაგვრჩება სამახსოვროდ. დღეს არის 06/11/2024. მარია. Ja. ოჩახდე. თების შეტანა არ შეიძლება საოპერაციოში, დედიკო, ხო? სამეფები ხაიხა შუჩა. შენი ფინკი ფაი ჩვენ კი გავრეცხეთ, მაგრამ რადგან ყველგან ბაქტერიები ბუდობენ, ჩვენ ხო ვიცით ბაქტერიები რო ყველგან არიან. ამიტომ ფინკი ფაი ცოტა უკვე დაისვარა და საოპერაციაში ვერ შევიდა. იქ ყველაფერი სტერილური და ძალიან სუფთა უნდა იყოს, დედი, გაიგე? ცეღები ხოჩი. შენი ხელები ჯერჯერობით ისევ გაჭუჭყიანდა ეხა. მანამ არ დაიბენ, სუფთა აღარ იქნება. ხელსახოცი მაქვს შენი ხელებისთვის. ესა? ინზე არ მეიდოდე. არ გინდა არ. მარია ხატავს, მანამ დაგვიძახებენ. ასეთი კოხტა ხალათი მოგცეს მარიასთვის. ლამაზი გოგონა ახატია, მარიას ძალიან მოეწონა. ხო და გედები. მოკლედ ჩავაცვი მარიკუნას მზად ვართ ყველანაირად ველოდებით ეგ თანსხა აქ არის ჩვენი პალატა ახლა მარია ოპერაციაზეა აი აქ ამ კარში მალე დასრულდება და ველოდები გამომიყვანეს ხელზე აქვს კათეტერი აქედან შეუშვეს ანტიჰისტამინური პრეპარატი მარია ой დედი ისევ ძილში მიდიხარდე უჭერს ძალიან საუბარი ცოტა ხანში მოუტანენ საჭმელს ნატყინს საკმაოდ დიდი გლანდი და ადენოიდი ჰქონია მარიას როგორც ექიმა გითხრა ცოტა ხანში გვეჩვენებს Gotta keep it low key, keep it softly spoken, with no strings tying you to me. აი ასე გამოიყურება მარიას ნუშურები ოპერაციის შემდეგ. პირველი ნაყენიც მოვიდა. უნჯობესია ესე კარგად აღურიოთ და ისე მიცეთ რომ კარგად ყველაზე მიედოს. მაგრამ ახლა იმდენად არის გაყინული ეს რომ ვერ დავშალე. მარია უკვე გვიღიმის ჩემო ლამაზო გოგოდე
და ნაყიდს მიირთმევს. შეგიძლია შენითაც ჭამო? დედი, ოღონდ იცი რა არის? არა, მოდი მე გაჭმევ, კარგიდე? საშიშია, შეიძლება უცებ ყელისკენ გადაგეცდეს და სისხლდენის რისკია, დედიკო. შენ არ შეგეშინდეს. მარიას არ ეშინია ესეთი რაღაცეების, ამიტომ მასთან თავად ვსაუბრობ. აქ წინა კბილებთანვე ჯობია რომ ჩავოდოთ მან. ულუფა. დედასი. ხო ყველაფერი კარგად არის. მე როგორც დაგარიგე, ყველაფერი ხო ისე მოხდა? რო გაიღვიძე ხომ არ ინერვიულე დედა რო ვერ დაინახე. მე იმბიძიან აგიყვანა ხელში და ჩემთან მოგიყვანა, ხო? შენ იცოდი რომ დედიკოსთან მოდიოდი უკვე. წინასწარ ყველაფერი უთხარი. მცირედი შელამაზებით ბავშვურად, მაგრამ მაინც რეალობასთან ახლოს. გვეჭმება მხოლოდ თეთრი ნაყინი? ძალიან ბევრი. ესეთი გოგო მყავს, ძლიერი, ლამაზი და იმედია რომ აწი დაგვანებებენ, ხო? თავს დედიკო ეს მაღალი სიცხეები. დონზილების გადამკიდე რაც ძალიან ხშირად გქონდა. ბავშვებს აბაკოცნა გაუგზავნე და ბავშვებო, ყველაფერი იქნება კარგად. დედიკოს თუ დაუჯერებთ, მამიკოს თუ დაუჯერებთ? როგორ დედი? ხო, დამეთანხმა მარია. ჯობია რომ მარიამ ნაკლები ისაუბროს და ბევრი ჭამოს. დროებით. მოგვიანებით კიდევ გადავიხებთ. სამი ფურცელია, აქ არის მთელი რეკომენდაციათა ნუსხა და კონკრეტული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ჩვენს Facebook გვერდზე დამიკავშირდეთ. რა თქმა უნდა, ყველა კითხვას პასუხს გავცემ. ეს ვიდეო სწორედ იმას ემსახურება, რომ ვინც აპირებს გეგმავს ასეთ ოპერაციას, ტონზილექტომიას ან ადენოლექტომიას ან ადენოტონზილექტომიას, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. კიდევ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩვენ დედები ხშირად ხმარობთ ხოლმე მცირეწლოვან ბავშვებზე ნუროფენს სუსპენზიის სახით. როგორც გავიგე, არ შეიძლება ნუროფენის მიცემა, რადგან იმუპროფენს შეიცავს, რაც ზრდის სისხლდენის რისკს და ამ შემთხვევაში გამართლებულია მხოლოდ პანადოლის იგივე პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატების მიღება ბავშვებისთვის. ძალიან გამოვალ შემთხვევაში დასაშვები არის ნუროფენი, იგივე იბუპროფენი, ოღონდ ძალიან იშვიათად. დე ცხენი. მე ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა და ცხენის დანახვა. მოკლედ, ჩვენ უკვე მზად ვართ სახლში წასასვლელად, კათეტერიც მოვიხსენით, დავიგარეთ სანტავიკი, ველოდებით პაპიკოს და მამიკოს რომ ამოვიდნენ და დაგვეხმარონ. მამიკა მოვიდა და მივდივართ სახლში. ხო, ეხლა მანამ კლინიკაში ვართ. ქვემოთ მაინც ხალხია და ინფექციებია. რა ლამაზი გუშტები დახვდა მარიკუნას. მარიას უკვე მეოთხე დღე ოპერაციის შემდგომ აქვს მაღალი ცხელება, 40 გრადუსი სიცხე. ამის გამო მოხვდით ისევ კლინიკაში, გავუკეთეთ ანალიზები. ანალიზებში ძალიან სიმშვიდეა. ხადატა ხანში მარიას გადასხმას გავუკეთებენ. მარია, გთხოვ, შევჭამოთ იოგურტი დე? ჭამაზე უარს ამბობს, დალევაზეც უარს ამბობს, თუმცა წინა დღეებში უკეთესობა იყო ამ მხრივ. ესე მედგრად იტანს ყველაფერს. ეს უკვე მეორე დოზაა დღეს, 300 მილიგრამი გადაუცხეს ფიზიოლოგიური. პაპიკო. კლინიკაში აღარ მოვალთ. ასეთი მიზეზებით. ალიკუნა, როგორ ხარ? კინე ჩალოს დედადე. ძლივს არ გაიღიმე? მოკლედ, ხელს ცოცხალი თავით არ შლის და ამიტომ მომიწია ყოველთვის ასე ჩაცმა. ეხლა სად ვიდივართ გამახსენე? მაღაზიაში რომ ვიყიდოთ სათამაშო.
ორი სათამაშო, ხო?